ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორი და პროდიუსერი პოპულარული ამერიკელი მსახიობის ნიკოლას კეიჯის ძმა კრისტოფერ კოპოლა ბათუმშია. იგი საქართველოში ფესტივალის ხელმისაწვდომი ჰოლივუდის საქართველოს ფარგლებში იმყოფება. კინემატოგრაფის და ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი ფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო ფილმში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ბათუმელი სტუდენტების 5-კაციანი ჯგუფი იღებს. კრისტოფერ კოპოლასთან ერთად ბათუმში მისი შემოქმედებითი ტექნიკური ჯგუფის წევრები და ქართველი მსახიობები იმყოფებიან, რომლებიც ამავე ფილმში ითამაშებენ. ფესტივალი ხელმისაწვდომი ჰოლივუდის საქართველოს 5 სხვადასხვა სახის კონკურსს მოიცავს. მასში 5 ასაკობრივი ჯგუფი მონაწილეობს, მათ შორის არიან ბავშვებიც. 14 ივნისს თითოეული ნამუშევარი ფესტივალის ვებგვერდზე განთავსდება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხმის მიცემა დაიწყება. გამარჯვებულები 15 ივნისს გამოვლინდებიან. პროექტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი და ფესტივალი კინემატოგრაფია ყველასთვის ახორციელებენ. ფესტივალი ჰოლივუდი ყველასთვის სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებისთვის ჰოლივუდის კარის ფართოდ გაღებას და კინოინდუსტრიის განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის ხელმისაწვდომი ჰოლივუდის პარკებში ძირითადად თბილისში ვმუშაობ, თუმცა მინდა გავაკეთოთ ფილმები, რომლებიც მთელ საქართველოს მოიცავს, ამიტომაც ჩამოვედით ბათუმში. აქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა მოყვნენ თავიანთი ისტორიები, ოღონდ ვიზუალურად. თან ჩამომყვა არაჩვეულებრივი გუნდი, ქართული კინოს სკოლის წარმომადგენლები, სტუდენტები, რომლებიც მონაწილეობენ ამ დიდ კონკურსში. მინდა ამ პროექტში რაც შეიძლება მეტი ქვეყანა იყოს ჩართული, რათა ადამიანებმა მთელ მსოფლიოში ნახონ ცხოვრების მეტნაკლებად განსხვავებული შრეები. საქართველოში 6 ძალიან დატვირთული სამუშაო დღე მქონდა, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში ბედნიერი ვიზიტორი ვარ, რადგან ძალიან თბილი და კეთილგანწყობილი გარემო დამხვდა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსი, რომელიც სტუდენტების აქტიურობას მოიცავდა, ამ მხრივ ბათუმის ხებს არ ჩამორჩა. ერთ-ერთი გუნდი სტუდენტებისგან დაკომპლექტებული, რომელიც ფილმს იღებს, სწორედ ბათუმიდან არის, ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ბატონი კრისტოფერი სწორედ ამ მიზნით გახლავთ ბათუმში, იმიტომ რომ ის თითოეული გუნდის ფილმში პატარა ეპიზოდურ როლს თამაშობს, რომელსაც შემდეგ უკვე ერთ მთლიან ფილმად შეკრავს და წაიღებს, ასე ვთქვათ, ლოს-ანჯელესში.